როდესაც ეს რეჟიმი არბებს მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებს ახალგაზრდებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ოპოზიციას, არბებს ჩვენს ოფისებს, გუშინ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი ააფეთქეს გორში და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ საბედნიეროდ არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, არ აპირებს დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას. საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება, ისე როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა და ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ამ მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ და აუცილებლად მივახცევთ მათ ხელისუფლების ბერკეტებიდან ჩამოცილებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩატარებას. მოგესალმებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, არის პანიკაში შეიძლება ითქვას და უკვე ეგრეთ წოდებულ პარლამენტს, ეგრეთ წოდებული კანონების მიღებას ავალდებულებს და მიაღებინა ეგრეთ წოდებული კანონები, რის საფუძველზეც მას და მათ გაუადვილდებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. საუბარია იმაზე, რომ თუ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ხდებოდა ადამიანების გატაცება, ადამიანების შემდგომ გატაცების შედეგად წამება, დღეს ეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული, ეგრეთ წოდებული კანონმდებლობის და საკანონმდებლო დონეზე უკვე ამბობს და გვეუბნება, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება, შეჩერება, დაპატიმრება ყოფილა თურმე მოსული, ბოდიში ჯარგონზე და მოსული, რაც მსოფლიო სამართლის ისტორიას არ ახსოვს, შეიძლება ითქვას, ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ შესაძლოა დაგაკავოთ წინასწარ იმისათვის, რომ შესაძლოა თქვენ დანაშაული ჩაიდინოთ და ამისათვის უნდა დაგაკავოთ. მათ აქვს ნებისმიერი ადამიანის ამ შემთხვევაში შეჩერების და დაკავების უფლება, რაც არის არნახული მსოფლიო სამართლის პრაქტიკაში შეიძლება ითქვას, რაც არის რატომ არის ეს პოლიტიკური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება პანიკაში? იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს ეს ადამიანები წინააღმდეგობას ვერ უწევენ და ცდილობენ მაქსიმალურად აიყვანონ საკანონმდებლო დონეზე და დააკანონონ თავისი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება. მეტიც, ამასაც არ გმარობენ და შეეხნენ ისეთ რამეს, რასაც ქვია ქართული ენა და პირდაპირ ეს არის რუსული კანონების გაგრძელება, ქვერუსული კანონები შეიძლება ითქვას და საოცრება ის არის, რომ საქართველოში გაბედეს და 1978 წლის შემდგომ ხელახლა წერტილოვნად შეეხნენ ქართულ ენას, ვინაიდან საჯარო მოხელეებს ამ შემთხვევაში საუბარია ისეთი მაღალი თანამდებობის პირებზე, როგორიც არის დეპარტამენტის თავმჯდომარეები სხვადასხვა უწყებრივ სამინისტროებში, თურმე მათ არ მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ ქართული ენა. ეს არის პირდაპირ რუსული მეთოდებით მუშაობა, პუტინის პირდაპირი მითითების განხორციელება, ეს არის ის, რასაც რუსეთი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეების მტკიცე პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ იქნება ურყევი და ამ ყველაფერს ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაწონს. ალბათ. თუ ჩემთან გაქვთ თუ არა გავვარ. და ჩემთან თუ არა გაქვთ? აი გითხარით որ და მე გავიქცევი რა. ვის? მიდი ჩემთან გასაცევ ხარ მიდი. კი, მაქვს და ეს საერთოდ შეგოთევა. აი ნამერხაში მოვშევ. აკეთში მოვშევ. კი. თეონა, ევროპული საბჭოს ხმა დღეს მანამდე თანამდებობ შაბათს ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მათ შორის დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. რა მოლოდინი არსებობს ევროკავშირის მხრიდან, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები და შემაკავებელი იქნება თუ არა ეს სამართლებრივისთვის? ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ გაფართოების ძალიან კრიტიკული ანგარიში საქართველოზე, სადაც
ქართველი ხალხისთვის კარი ღიაა ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ასევე ნაჩვენებია, რომ კარი გამოხურა ივანიშვილმა ყველა იმ უკუსვრით, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და საგარეო პოლიტიკასთან და მეორე ეს არის დაწყებული ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ისევე როგორც გადაწყვეტილება უმრავლესობის, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა იმ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც არის პასუხისმგებელი მთელ ამ ძალადობრივ და სისტემურ რეჟიმზე, ავტორიტარულ რეჟიმზე. შესაბამისად, ეს გაგრძელდება უკვე დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნება კონკრეტული წესები ჩამონათვალი, რაც არ უნდა ამტკიცოს ივანიშვილის მოლაპარაკე თავებმა, რომ წითელი პასპორტით ივლიან, ეს იქნება გაწერილი, ისევე როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდება სხვა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქციების განხილვის საკითხი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართულ ხალხს, რომელიც 21 დღეა თავისუფლების მოედნზე საქართველოს თავისუფლებას იცავს, აქვს მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ წნეხი გაძლიერდება ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე დასავლეთის მხრიდან. და ამერიკულ სანქციებზეც კითხავთ, გარდა სამოგზაურო შეზღუდვისა არის საუბარი, რომ ფინანსური სანქციები. ფინანსური სანქციები, იმიტომ რომ განცხადებები გეხდება შესაბამისი. ეს რამდენად მტკივნეული იქნება ქართული ისტორიაში? რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სავიზო სანქციებიც არის საკმაოდ მტკივნეული, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის საკითხი, ეს არის სანქციების საკითხი, ძალიან კარგად ეცვით მათ, მაგრამ ფინანსური სანქციები, რომელიც გზაშია და რომელიც ყოველდღიურად ანონსდება, კიდევ ერთხელ იქნება დარტყმა ივანიშვილის რეჟიმზე, ისევე როგორც მათი გარემოცვის წევრებზე და რაც არ უნდა ამტკიცონ ახლა და თრუმოლოდინების შექმნან ადმინისტრაციის სვლასთან დაკავშირებით, ფაქტია ერთი, რომ რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები ყველაზე ხმამაღალი ადვოკატები არიან ქართველი ხალხის იმ ბრძოლის, რასაც ქართული დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია. საუბეზრობიშვილის გუშინდელი გამოსვლით შეაფასოთ მისი ქსავნილები და გარკვეულ პარალელებს და მას მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატური იყო პრეზიდენტის ის აქცენტები, რომელიც რუსულ ოკუპაციასთან პარალელების კუთხით მოხდა, იმიტომ რომ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ აკეთებს იმას, რასაც ჩულავერის კომიტეტის დავალება იყო, სწორედ 21 წლის პერიოდში და დღეს ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის და ცივილიზებული დასავლეთის ქვეყნებს შორის, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმის შორის, ისევე როგორც სუვერენიტეტის პრინციპს შორის და ის რაც დღეს ხდება, ეს არის კრემლის დავალების შესრულება და კრემლის ინტერესები. შესაბამისად, დიახ, მოწოდება ევროკავშირზე, რომ მათ უნდა იმოქმედონ ეხლა, არის მნიშვნელოვანი და ეს მოქმედება, რა თქმა უნდა, რომ გაგრძელდება, არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულობის და მათ შორის დემოკრატიის და ევროპული გზის მტერი ამ შემთხვევაში არის ივანიშვილი, რომელიც შეწყობილად მუშაობს კრემლის ინტერესებთან ერთად. ასე ვკითხავთ პრემიერის ინიციატივაზე დიალოგთან დაკავშირებით, უკვე მეორე ინიციატივა ეს, პირველი ნახეთ როგორ დასრულდა. აი ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ შედგება არ შედგება და აი დიალოგს რა მნიშვნელობა აქვს? მანიპულაციურად ცდილობს პრემიერად წოდებული კვებახიძე დიალოგის წარმართვას მოქალაქეებთან, როცა მას დიალოგი უჭირს მათ შორის ჟურნალისტებთან, რომელსაც ეხვეწება, რომ ლეგიტიმაცია მათგან მაინც მიიღოს. ამიტომ დიალოგი მაშინ, როდესაც ადამიანებს აწამებენ და როდესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, რა თქმა უნდა შეუძლებელია და ის რომ მათ შორის მას არავინ აღარ ელაპარაკება, გამომდინარე იქიდან რომ ის არც არაფერს არ წყვეტს, კიდევ ერთხელ მოწყობს იმას, რომ დიალოგი ერთადერთი იქნება არჩევნების თარიღზე, მას შემდეგ რაც უკანონოდ დაკავებული პატიმრები გათავისუფლებიან. ალბათ ელთოდით დაკავშირებით გამზავნის წერილთან დაკავშირებით, რომელსაც საუბრობთ ხოლმე კოლეგამ, რა წერია ამ წერილში, ანუ მოთხოვნა მთავარი არის კიდევ ერთხელ გამოვარდნა, მთავარი მიზანი რა არის და მოულოდნელიც ასევე ამ განცხადების თუ განაცხადის განეკების შემდგომ. თქვენ იცით, რომ ელთო ოდირი მუშაობს როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერაზე, რომელიც მათ შორის ევროპული რეკომენდაციის 9 ევროპული რეკომენდაციის ნაწილი იყო, ასევე მათ შორის კანონმდებლობაში მხარდაჭერაზე. ორი რამ არის მნიშვნელოვანი და მოთხოვნილი აქ. ერთი არის შეფასება იმ მძიმე ვითარების, რომელიც ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ქვეყანაში წამების ადამიანური მოპყრობის კუთხით შექმნა და ამ პროცესში ჩართულობა. მეორე არის მათ შორის ის ანტიდემოკრატიული ეგრეთ წოდებული კანონები, რითიც რეპრესიები არის და
განმავლობელი საჯარო მოხელეების თუ მოქალაქე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და აქაც მნიშვნელოვანია მათი პოზიცია და რა თქმა უნდა მომავალი არჩევნებისთვის გამოძიება ყველა იმ დარღვევის და თუ როგორ ძევლად აიყვანა გახსოვთ ივანიშვილმა მათ შორის ყველა მტკიცებულება რაც წინაპირობას შექმნის იმისთვის რომ თავისუფალი სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს მას შემდეგ რაც იქნება გამარჯვება ყველა იმ მოქალაქის რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას და ევროპულ მომავალს იცავს. აჭარის ტელევიზიას აქვს კითხვა. თუ დავასრულეთ წავიდეთ. ზურაბი ჩვენ დაწერა Facebook-ზე რომ ვერავინ დაიმალება, არავის სიჩქარე და ხალხი მათ შორის არც მოვლენების მოგდებული სტორები. თქვენ როგორი თუ კარგად დაიკითხოთ ზოგადად კომენტარებშიც ოპოზიციური მომხრეების ქვეყნის კრიტიკა მოყოლასიცაც ანუ ამით ვის თქვა კიდათ მე რაში უნდა დავთვალო არ მესმის მე კიდევ ერთხელ ის რომ პროპაგანდის ხაზები არის გართულებული ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო მით უფრო მაშინ როდესაც ანტიდასალური და პრორუსული პროპაგანდა უკვე ხილებულია დასავლეთის მასშტაბით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ვიმე აქ ამ ქვეყანაში მუქარას მათ შორის მუქარის განხორციელებას ახორციელებს ეს არის ივანიშვილის სისხლიანი ძალაუფლება რომელიც საკუთარ ხალხს უპირისპირდება წამების და არადამიანური მოპყრობის მეთოდებით შესაბამისად ეს არის ის მძიმე ფაქტები, რასაც უპირისპირდება მშვიდობიანი პროტესტი და ის რომ უამრავი ნაცემი ადამიანია დღესაც ძალიან მძიმე და მათ შორის მუქარა რომელიც გაანახორციელა ივანიშვილმა პოლიტიკური სპექტრის ჟურნალისტების თუ მათ შორის ხალხის წინააღმდეგ მე ვფიქრობ რომ ეს არის მთავარი გამოწვევა რასაც აუცილებლად ხალხალი არჩევნებში შესაბამისად შევიცვლით. თქვენ მუქარას პარტიების წინააღმდეგ, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები ახორციელებდნენ და 70-მეტი მედია წარმომადგენელია დაზიანებული. მის განხორციელებას ხედავთ? მე ვხედავ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ხედავს. თუ იმედია, რომ თქვენც დაინახოთ ადრე თუ გვიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ერთ-ერთი ვინც ამ მუქარას ახორციელებს ქვეყანაში და უკვე ქმედებაში გადააქვს, ეს არის ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი და სხვა დანარჩენი არის პროპაგანდის ის ხაზები, რაც კიდევ ერთხელ გაჭირვებას მოწვევს პროპაგანდისტული მედიის. ნიკა გინაური გიორგი ხანაძე და გიორგი სამაძე ბიზნეს მოუწოდებენ და ფაქტობრივად აბუნებენ. რომ გაჩერდნენ ასე ხელი მოაწერონ ხელახალი არჩევნების მოთხოვნას და ასე შემდეგ. თქვენ ეხახავთ არა ამ მოწოდებას. მე მესმის რომ სრული ისტერიკა აქვს პროპაგანდას და ივანიშვილის ისე როგორც მის სახელმწიფო ტელევიზიებს, იმიტომ რომ როდესაც ფაქტი არის შემდგარი რომ 900-მდე ბიზნეს ორგანიზაცია აწერს ხელს იმას რომ ქვეყანაში იყოს ნამდვილი მშვიდობა და ნამდვილი ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ, ამ ვითარებაში ამ ტიპის პროპაგანდისტული ხაზები გაჭირვების მაჩვენებელია. ამასაც დავაზუსტებ რაიც მამუკა ხაზარაძეც მოუწოდებს ბიზნეს განხორციელებისკენ, ასევე ქადაგიძე ბანკებს რომ ფონდები შეიქმნან. ამ შეფასდა უბრალოდ ეს როგორც ბიზნესის ეწოლა. თქვენთვის არ ხდება თუ არა ესე? შეთქმულების თეორიები რაღაც მომენტამდე შეიძლება მუშაობდეს იმ აუდიტორიაში, რომლის სამიზნე აუდიტორიას თქვენ ყავთ, მაგრამ მე არის უკვე რომ სიგიჟეში გადადის და ვფიქრობ, რომ ეს შეთქმულების თეორიები უკვე იმ დონის სიგიჟეს ვარს არის მისული, რომ აი ესეთ რაღაც შეთქმულების თეორიებით უბრალოდ ირონიას იწვევს ჩემ მაყურებელს. შესაბამისად შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი კონსპირაციული თეორიები, უბრალოდ საპასუხოდ მხოლოდ ღიმილს მიიღეთ შემდგომ. მადლობა. გვარამი ამბობს, რომ ახალი არჩევნების კონტექსტის წესრიგის გარეშე ვიზიტები ისევ ქართულ ოცნებას ეხმარებოდა. თქვენს ფიქრობთ ასე? დიდი მოდიში, მე Facebook პოსტებზე კომენტარებს არ ვაკეთებ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, გვირაბი ვით გაყავდა ლონდონიდან ბომბეამდე, ეს არის ისტორია და ამ ისტორიას ნუ გააგრძელებთ, შემიჩება იქნება. მადლობა. შეგიძლიათ კითხოთ აბა? მთავარი არხი ბალანსი ჩავეწერეთ თავად. სალოვე ზურაბიშვილის ქრისტიანი თავისთავად შევფასოთ და მისი კანონები ევროპარლამენტში. დიახ.
საქართველოს ყავს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია და ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუცია. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმისათვის, რასაც აკეთებს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და ქალბატონი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს. შემიძლია პრემიერი უკვე მეორეჯერ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დიალოგი გაიმართოს შეფასებებთან დაკავშირებით. მითხრა როგორ გესახებათ ეს მეორე მცდელობა როგორ დასრულდებოდა ზოგადად დიალოგის ვინ მოუწოდებს? პრემიერი არ ყავს საქართველოს, საქართველოს ყავს ხელისუფლების მითვისებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაარქვა საკუთარ თავს პრემიერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხოლო მოუწოდებს დიალოგისკენ იმ ადამიანებთან დიალოგისკენ, რომლებსაც არბევს, ცულებში ამტვრევს, აწამებს და ჩვენ ვიცით ამ ხელისუფლების მიმდევრებული დანაშაულებრივი დაჯგუფების დიალოგი რაც არის საკუთარ ხალხთან, ეს არის ისინი პრინციპში საკუთარ ხალხად არ თვლიან ამას, ვინაიდან ეს არის რუსული პოლიტიკური ძალა და ეს არის დიალოგის ენა მათთვის არის ცულებში დამტვრევა, საკუთარი მოქალაქეების ცემა, ტანჯვა და წამება, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. და მოლოდინი როგორი არის, რა პასუხი იქნება ამ თვალში ამ ორგანიზაციის მხრიდან. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის საქვეყნო ცნობილი, მთელი მსოფლიო ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს, ადევნებს იმას, რომ ხელისუფლების მიმდაცებელი ორგანიზებული პოლიტიკური დანაშაულებრივი დაჯგუფება საკუთარ მოქალაქეებს აწამებს და ყავს პოლიტიკური პატიმრები. აუცილებელია, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი ახალი არჩევნები. შემიძლია გითხრათ. საერთაშორისო გამჭვირვალობა ეძებს პარლამენტისთვის სტაჟიორებს, თუ ამბობენ იმას, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მაშინ რატომ სჭირდებათ ახლა სტაჟიორები ამბობს? პირველ რიგში პარლამენტი არალეგიტიმურია, ამას მარტო ჩვენ პოლიტიკური ძალები და საქართველოს მოქალაქეები არ ვამბობთ, ამას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა, ხოლო დანარჩენი კითხვებთან დაკავშირებით მე არ ვიცი ეს ინფორმაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა შეგიძლიათ ვიმართოთ. აი, რატომ უნდა დასჭირდეს? არ ვიცი ინფორმაცია, შემდგომი კი ხომ მე. რაც? იცით რა არის, მოდი პირდაპირ გეტყვით, სადაც პრემიერ-მინისტრი დილას ისეთ გაუგონარწყულს ამბობს, რომ საღამოს შემდგომ სამი ქვეყნის ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს ქვეყნები აკეთებენ განცხადებას, რომ ყუისო, მე პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიერ გასმულ კითხვაზე, რასაც არა ვარ გაცნობილი, უნებრივია ამაზე პასუხს არ გაგცემთ, არ გენდობით ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გადამისამართეთ იმასთან, თუ ის ადამიანები აკეთებენ ამ განცხადებას და ამ პოზიციებზე ეძებენ ხალხს, მათ მიმართოთ. ძალზე ბურჭულაძის გადაეცა გუშინდელი სამას პრემია, რომელსაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ გამოირჩევა პატრიარქის მისამართი ყოფილი განცხადებები და ამორალურია ამ პრემიის გადაცემა. თქვა თუ მორალურია ბურჭულაძისთვის? პირველი მმართველი გუნდი არ აყავს ხელისუფლებას, კარგი იქნება თუ ამას ეს არის ხელისუფლების მიმდაცებელი პოლიტიკური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, ხოლო თქვენ რა გინდათ ახლა კითხვაზე გაგცეთ პასუხი, მე ვარ რაღაცა ლიტერატურული პრემიის კომისიის თავმჯდომარე თუ რა? მე როგორ უნდა გაგცეთ ყავს? არა, ნუ ახლა ბოდვებზე, გეტყვით, ბოდვებზე პოლიტიკური დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების რაღაც ბოდვებზე მე პასუხს ვერ გაგცემ. დიახ. მოუწოდებს ბიზნესს რომ გაიფიცო და ეს ფასდება როგორც ზრიწოლა ბიზნესზე, რატომ მოუწოდებთ, რა მიზანი აქვს თქვენთან განცხადება? კაი კითხვა, პირველ რიგში თქვენ გძანებთ რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება ფასდება ბიზნესზე ზეწოლად, ხო? ვის მიერ ვინ განაცხადა რომ ბიზნესზე ზეწოლაო, შეგიძლიათ მითხრათ? მმართველი გუნდი საუბრობს რომ ეს არის ბიზნესზე. გასაგებია. ანუ ხელისუფლების მიმდაცებელი დანაშაულებრივი დაჯგუფება საუბრობს მამუკა ხაზარაძეზე, რომ ის ახორციელებს ბიზნესზე ზეწოლასო, ხო? ეს ხო, ნუ უბრალოდ სასაცილოც არ არის ჩვენ ქვეყანაში რო აქდებოდა, სასაცილო იქნებოდა, დავასრულებ თუ შეიძლება დამასრულებია და დამასრულებია თუ შეიძლება, დამასრულებია და გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს, მე ერთად არ გავბივა. მოკლედ, თქვენ საუბრობთ იმ ადამიანზე და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეზე და ხელმძღვანელებზე, რომლებიც
დევნის ობიექტები იყვნენ წლების განმავლობაში და არიან დევნის ობიექტები რუსული ხელისუფლების მხრიდან გამოგონილი ბრალდებებით, ხო? ეს ერთი. ხო წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლების მიმთვისებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება საუბრობდეს რაღაცის ზეწოლას. რაღაც ზეწოლას არ ახორციელებს, ეს არის უბრალოდ გამორიცხული და გამორიცხული არის ამაზე უბრალოდ ეს სასაცილო და კიდევ მეტყველებს, რომ მათ უბრალოდ ქართული ხალხის მიმართ არაფერი სათქმელი არ აქვთ და ესენი არიან პანიკაში და რაღაცა პროპაგანდისტვის იგონებენ ახალ მესიჯებს. ბატონო? რას სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაზეა საუბარი, რამე უკანონობაზე რამეს ვინმეს უთქვამს, და რას ხედავთ ამაში. და ბიზნესი თვითონ აკეთებს, არავის ამ შემთხვევაში მითითება არ ჭირდება, როგორ გონია, ხლა, როგორ გონიათ ოპოზიციურ პარტიებს, არ ვინმეს ამას ზეწოლის ბერკეტები ბიზნესში სასაცილოა, უბრალოდ არც არაფერ დაგიჯერებთ ამათ და გადაეცით იმ ხელისუფლების მითითებებს, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებენ, იმიტომ რომ პანიკაში არიან. თქვენც რომ შეაფასებთ სურათის პოსტი, რომელსაც ბატონო, ვისი? არა, პოსტებს არ ვაფასებ, პოსტებს არ ვაფასებ. არ წამიკითხავს, არ ვაფასებ, პოსტებს არ ვაფასებ. მადლობა. თქვენ თუ წაიკითხეთ, მაგრამ პოსტებს არ ვაფასებ. თქვენ თუ გაქვთ რამდენი პოსტი დაიწერება, მე იმაზე პასუხს არ გავცემ, არ ვაფასებ. შემდგომ თუ გაქვთ პოსტები აქვს კითხვები და ამიტომ დავასრულებ. თუ გაქვთ სხვა კითხვები, კიდევ შემიძლია გაქცეთ. აბა პოსტებზე ვინ რა თქვა, პოსტის ავტორი შეგიძლიათ კითხოთ. კარგით? მადლობთ. მოკლედ. მადლობთ, კარგად გრძანდებოდეთ. აბა ადეკვატური კითხვები იყო. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპის შუაგულში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩაში დგას, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ჩვენი სურვილები ამ ხალხის საკუთარი ხალხის ქვეყნის სურვილები გააჟღერა ევროკავშირის შუაგულიდან. ეს გზავნილები უნდა მივიღოთ, რომ 2019 წლიდან ფაქტობრივად დაიწყო რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ივანიშვილის დახმარებით, რომელმაც პიკი მიაღწია არჩევნების დღეს, როდესაც მათ მოიპარეს არჩევნები. ის რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის და ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც არის ლეგიტიმურად არჩეული და ლეგიტიმურად წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, იყო ამის ნიშანიც და დასტურიც, როგორ შეხვდა მას ევროკავშირი ტაშით და საქართველოს ევროკავშირის დროშებით. ჩვენ მხარდაჭერა აქვს, ხალხის მხარდაჭერა არის ევროკავშირიდან და ეს იყო იმის გამოძახილი, სწორედ რომ საქართველოს ხალხის გვერდით დგას ევროკავშირიც, ევროპაც და ის სანქციებიც, რომლებიც დაუწესდება ევროკავშირიდან მოძალად რეჟიმს, არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ჩვენ მეგობრები ჩვენს გვერდით არიან. პრემიერის ინიციატივაზე ცნობილი დიალოგის დაკავშირებით ეს უკვე მეორე ინიციატივა. ხო, დიალოგი, რაზე ვსაუბრობ, დიალოგი არის ძალიან მარტივი, როდესაც მძევლები ყავს აყვანილი ივანიშვილს, სისხლიან რეჟიმს, უამრავი ადამიანი არის ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, 73-ს გადააჭარბა უკვე. ამ შემთხვევაში რა დიალოგზე არის საუბარი, თუ ვინაიდან გრძელდება კიდევ ეს დევნა, ჩვენი ერთობლივი 4-ვე პარტიის კოლ-ცენტრის ზარი არ ჩერდება, დღემდე იჭერენ ადამიანებს, ახლიდან გაყავთ და თუ არ შეწყვეტს ქართული ოცნება ამ მსგავს ძალადობას, რა დიალოგზე საუბარი საერთოდ. დამიდასტურა. არა, YouTube-ზე იყო თვითონაც. მე გითხავთ პოსტები. საერთაშორისო გამჭირვებლობებს მოხალისეს სტაჟიორების ზონაში. კითხეთ საერთაშორისო გამჭირვებლობას. კარგით, მაშინ თქვენ ხან გაქვთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რატომ უნდა სჭირდებოდა სტაჟიორი, თუ არალეგიტიმურია ეს ორგანო? ისხანეძე მე არ ვიცი, არ მინახავს ეს პოსტი. გაუცხადებული აქვს სტაჟიორობა პარლამენტის. კითხეთ. არ ვიცი. ამის მიზეზი უნდა არსებობდეს რაღაც და მე ვერ გავაპარაკებ მიზეზზე, რაც მე არ ვიცი. ხო, უნდა კითხოთ მათ, კითხეთ, ეგა გიგავთ. Facebook პოსტინგში ვერავინ დაიმარება, არავის უშუალოდ გავაწყდება, მათ შორის არც მოვალეობის მომდის ვიზიტი მოხდება. ეთანხმების თუ არა მას ეწოდებაში. დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არაფერი არ იმალება და არაფერი მოწოდებას თუ ეკავა. რა მოწოდება ვერ გავიგე, მოწოდება რა არის? მოწოდება არ არის, მოწოდება არ არის. მუხარის ენით საუბრობს ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. არა, ერთი წამი. ხედავთ თუ არ არის მუხარის.
არ ხედავ მუხარას ხედავ ერთადერთი, რასაც ივანიშვილი გველაპარაკება ტელევიზორიდან, რასაც გველაპარაკება კობახიძე, პაპუაშვილი და ასე შემდეგ ადამიანები, ვინც ძალადობენ ხალხზე და მათი დაქირავებული ადამიანები თქვენს კოლეგებს, სხვათაშორის თქვენ კოლეგებს ცემენ და თქვენი სოლიდარობაც უნდა ჩანდეს იქ და უნდა წერდეთ ამაზე. ძალიან კარგი თუ წერთ. ხოთა თქვენ არ იმალებით, ჩამხართ რომ წერთ, კარგია. ნიკა გვარამია რომ ამბობს ახალი არჩევნების კონტექსტის დღის წესრიგის გარეშე ვიზიტები ისევ ქართულ ოცნებას ეხმარებაო. აი ასე თუ ფიქრობთ თქვენც. პროპაგანდა ქართული ოცნება 12 წელია, მე ვარ რუსული პროპაგანდის მკვლევარი, სანამ გავხდებოდი პარტიის წევრი. 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება არის დგას, ეს არის რუსული პროპაგანდა. ერთ-ერთი იმეორებენ ყველაფერს და თქვენს და ტელევიზიებიც, რომლებიც ფინანსდება რუსული ფულით, აკეთებენ იმას, რომ გაამართლონ როგორმე რუსული რეჟიმი და ეგ არის და რავი, პროპაგანდას დგას, პროპაგანდა ყველაფერს. ჩვენ გქონდა მათთან კომუნიკაცია, მე პირადად გქონდა მათთან კომუნიკაცია, ჩვენი სურვილი იყო დელეგაცია შეხვედროდა იმ ნაწარმოებ ადამიანებს, ნაცემ ჟურნალისტებს, მაგრამ მათ ამაზე განაცხადეს უარი. მაგრამ შეხვდნენ პაპუაშვილს, შეხვდნენ ბოჭორიშვილს, შეხვდნენ ივანიშვილს და შეხვდნენ კობახიძეს. ან ის მათ არჩიეს, რომ ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ ხელისუფლების თითქმის ყველა შტოსთან ქონდათ შეხვედრები, მაგრამ არ ქონდათ შეხვედრები იმ ადამიანებთან, რეალური ფუნქცია, რაც არის ევროსაბჭოში ადამიანის უფლებები, ადამიანებთან, ნაწარმოებ ადამიანებთან არ ქონდათ სურვილი. შესაბამისად ჩვენ ვერ გავიგეთ, რამდენად რა მისიას ემსახურებოდა მათი ჩამოსვლა, ამიტომ არის ბუნდოვანი. ჩვენ არ ხვდებით. გიორგი ხადაგიძე და გიორგი ისაკაძე ბიზნეს მოუწოდებენ გაფართოებად აბულინგებენ. ხაზარაძეც ხმათ შორის. ფაქტობრივად აბულინგებენ, ეს არის თქვენი შეფასება, არ არის ბულინგი, ბულინგი არის ის, რასაც ივანიშვილი უკეთებს თავის ხალხს.